ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩილ გეგენავა კი დავით ბაქრაძესთან ერთად სტელას ბაღში ამორჩევლებს შეხვდა. წინას არჩევნო პროგრამა გააცნო და პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე და სხვა სოციალურ პრობლემებზე. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი არჩილ გეგენავა მთაწმინდის მოსახლეობას ყველა ამ პრობლემის მოგვარებას მაჟორიტარ კანდიდატს ჩვენ ვარჩევთ ერთი მთავარი პრინციპით, მათ უნდა იცოდნენ საკუთარი უბანი, უნდა იცოდნენ ყველა ქუჩა, ყველა ოჯახი, სად რა გაჭირვებაა, სად რა პრობლემაა, სად რისი გაკეთებაა საჭირო. სწორედ ამ პრინციპით არის შერჩეული ამ უბანშიც მაჟორიტარობის კანდიდატი და ვფიქრობ, არჩილ გეგენავა ის ადამიანია, რომელმაც ძალიან კარგად იცის სოლოლაკიც, მთაწმინდაც, მთლიანი მისი საარჩევნო უბანიც, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული წინა 4 წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული მაჟორიტარი, რომელსაც არამხოლოდ ეცოდინება ყველა პრობლემა, არამხოლოდ მიეცვლება ყველა ოჯახში, არამედ ექნება ძალიან ბევრი პოზიტივიც გაკეთებული. სოლოლაკი და სოლოლაკის პრობლემა ჩვენთვის ისე როგორც მთაწმინდის და ვერის არის ძალიან ახლო, იმიტომ რომ აქ გავიზარდე, აქ დავიბადე, აქ ცხოვრობდი ძალიან დიდი ხანი და გარდა ამისა ბოლო 20 წელი ბუნებრივია ამით ვიყავი დაკავებული, მეტი არა. უამრავი პრობლემაა ყოფითი სოციალურიც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ გაჭირვების და პრობლემების მიუხედავად ყველა ის ადამიანი, ვინც ხედავს პროგრესს, რომელიც ქვეყანაში არის ჩვენთან ერთად.